გამარჯობა, მინდა გამოვეხმაურო იმ მომხდარ ფაქტს, ახალაია რო დაიჭირეს და სხვათა შორის პირდაპირ ვიტყვი რა, ყველანაირი მიკიბონკიბუის გარეშე რო ახალაიას დაჭერას მივესალმები. იმიტომ რომ ეს არის საზოგადოებისთვის საშიში ადამიანი, არა მარტო ქართული საზოგადოებისთვის, აბსოლუტურად ყველა სოციუმისთვის, ყველა კლასისთვის, ყველა ეროვნებისთვის ეს ადამიანი უნდა იჯდეს ციხეში კაცობრიობისთვის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გულისთვის. უნდა იჯდეს და იხდიდეს სამუდამო სასჯელს, იმიტომ რომ ესეთი ადამიანების გამოსწორება არ ხდება, არ არსებობს სოციალური სასჯელი, რომელიც მას მისი დანაშაულებებიდან იხსნის, პირდაპირ ასე ვიტყვი. მაგრამ სამწუხაროდ ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ ეს ყავდეს პუგალად და გამოათრიეს ახლა რაც შეეხება ამ ეგრეთ წოდებულ ბრიფინგს. ახალაიას დაჭერას კი მივესალმები, მაგრამ რასაც ახლა ქართული ოცნება აკეთებს, აი იმ მეთოდებით არ მივესალმები, იმიტომ რომ ეს არის ზუსტად ახალაიას მეთოდები და არ ამართლებს, იცით? აი დანაშაულს უნდა ებრძოლო ისეთივე მეთოდებით, როგორც ისინი ამას ჩადიოდნენ, არა. ისეთი მეთოდებით რო ებრძოლო ამ დანაშაულს, მაშინ ახალაიას ლიკვიდაცია უნდა მომხდარიყო და დამთავრდებოდა დაისვენებდა ყველა, მაგრამ არა. ქართული ოცნება ამბობს, რომ ესაა კრიმინალი, ეს არის სერიოზული დამნაშავე, ამიტომ ის ყოველთვის უნდა იყოს რაღაც დაჭის ობიექტი, რომ ქართულ ოცნებას ჩაეთვალოს ეს პოლიტიკურ საქმეში. ეს არის დაახლოებით ისეთივე მეთოდებით შექმნა სისტემის, რომელსაც ამას ნაციონალური მოძრაობა და ახალაია აკეთებდა. ახლა რაც შეეხება მისი ცოლის ეგრეთ წოდებულ კივილს, მის ცოლს მინდა აქედან უთხრა, რა ქვია, სერგო თეთრაძე რომ მოკალით მაშინ და მის ახლა ბავშვის წინაშეო და სერგო თეთრაძის შვილი რა მდგომარეობაში იყო, დათო ერქვა იმ ბავშვს როგორც მახსოვს და მე ქართული საზოგადოების წინაშე როგორ აპელირებდით, რომ მისი ცოლიო სონეხიაო და ამიტომ თურმე მისი ქმარი უნდა მოგეკლათ. სხვათა შორის ვიცი ეს პროცესები და ყველანაირი ბრალის დამტკიცების გარეშე ავღანეთის ომის გმირი წაიყვანეთ ციხეში აწამეთ და წამებით ამოხადეთ სული და თქვენ ამის მერე გარეთ უნდა იყოთ და თქვენ ჯერ რას ნიშნავს ქართული ოცნების გადაწყვეტილება, რომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება მისი ცოლი გარეთ გამოუშვათ. თუ კრიმინალია, რატო არ ჩასვით ციხეში რა? სქესი განაპირობებს დანაშაულისგან განთავისუფლებას? ეგ როგორ არის? რა ხდება, რაშია საქმე? რა მასკარადია? ახალაიასთან ერთად ყველა მისი თანამზრახველი უნდა იჯდეს ციხეში, უნდა იხდიდეს სასჯელს და უნდა იყოს საზოგადოება დაცული მაგისგან. ამ საკითხზე, რა თქმა უნდა, დიდი ბლოგი დავბრუნდები. ახალაიასთან მქონდა პირადი სახის შეხვედრა მხოლოდ ერთხელ და ეს საკმარისი იყო, რომ ჩემს მიმართ დაწყებულიყო სრული ეგრეთ წოდებული რეპრესია. მოიხსნი აჭკებს ვინმე არ დამაბრალოს, რომ არ უყურებ თვალებში აი ამ კრიმინალებს, როდესაც სიმართლეს ველაპარაკები. და ის მისი ძმა გაქცეული როა, პირსისხლიანი მკვლელი ქართულ ოცნებას ის დღემდე უნდა ყავდეს ჩამოთხრეული და უნდა იჯდეს ციხეში, მაგრამ კიდე ერთხელ ვიტყვი, როგორც მისი ეგრეთ წოდებული ახალაიას ფიგურა გამოიყენა პუგალად, ისე იყენებს მის ძმას პუგალად. და ისე ქმნის აქედან პოლიტიკურ პროდუქტს და ყველანაირად მიუღებელია ახალაიასგან პოლიტიკური პროდუქტის შექმნა. საჯაროდ უნდა მომხდარიყო, როგორც ნიურნბერგის პროცესზე, აი ესეთი კრიმინალების გასამართლება და დასჯა. და სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ ეს პროცესი უნდა შექმნილიყო ძალიან ღია და უნდა ჰააგას მიწოდებოდა ეს მასალა, მაგრამ ქართულმა ოცნებამ ამას არიდა თავი. სამწუხაროდ არიდა ამას თავი და შექმნა პრეცედენტები. და ისთვისაც ჭირდება ეს ყველაფერი ამას თქვენ ეხლა უყურებთ. ეს არის დაუნდობელი პირსისხლიანი მკვლელი, რომელსაც არ აქვს არანაირი საზღვარი ბოროტების გაკეთებაში. და უნდა იცოდეთ ეს. ამაზე იდგა რეჟიმი და ამაზე ამყარებს დღეს მის პოლიტიკურ ძალაუფლებას და პროპაგანდას დღევანდელი რეჟიმი. რეჟიმი არ შეცვლილა, არც ფიგურანტები არ შეცვლილა.